თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ და გამორჩეულ საიათნოვას ქუჩას აქვს მდიდარი ისტორია და განსაკუთრებული ხასიათი. საიათნოვას ქუჩა მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში და აკავშირებს მარჯანიშვილისა და რუსთაველის გამზირებს. ეს ქუჩა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას, კლასიკურ თბილისურ აივნებს და თანამედროვე შენობებსაც კი. ქუჩას სახელი ეწოდა ცნობილი ქართველი სომეხი პოეტის და მუსიკოსის საიათნოვასი, რომელიც მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა და თავისი შემოქმედებით ერთგვარ ხიდს ქმნიდა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის. მისი სახელის მინიჭება ამ ქუჩისთვის არ იყო შემთხვევითი. ის გამოხატავს თბილისური კულტურის შერეულ, ტოლერანტულ ბუნებას. საინტერესოა, რომ ამ ქუჩაზე ოდესღაც განლაგებული იყო თბილისის სომხური გიმნაზია, ასევე ისტორიული საცხოვრებელი სახლები, სადაც ცნობილი ხელოვანები და მეცნიერები ცხოვრობდნენ. დღეს ქუჩა არ არის მხოლოდ ისტორიული წარსულის მატარებელი, ის ცოცხალია. აქ შეხვდებით ახალგაზრდებს, ტურისტებს, მცირე კაფეებს, წიგნების მაღაზიებსა და ძველ ფოტოატელიებსაც კი. საიათნოვას აქვს თბილისისთვის დამახასიათებელი კონტრასტული ატმოსფერო, სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმა. ხოლო რაც შეეხება ბეთლემის ქუჩას, მყუდრო, ძველი, ვიწრო კიბეებითა და მოპირკეთებული ქვებით თითქოს დროში გაბრუნებს. ეს ქუჩა თავისი სახელწოდებით უკავშირდება ბეთლემის ტაძარს, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოს აშენდა. თავად ქუჩა კი საუკუნეების მანძილზე მრავალი კულტურის თანაცხოვრების მაგალითი იყო. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, ებრაელები და სხვები, მშვიდობიანად და გვერდიგვერდ. ბეთლემის ქუჩის ერთ-ერთი უნიკალურობაა მისი არქიტექტურა. მიწას მოყოლებული კიბეები, ვიწრო ქუჩები, ხის აივნები, ძველი თბილისური თაღები. აქ ხედავ იმასაც, ოდესღაც იყო ძველი თბილისის ყოველდღიური ყოფა. ბეთლემის აღმართზე ასვლისას გზად შეხვდებით ბეთლემის პატარა ეკლესიას, რომელიც თავისი სიმარტივითაა გამორჩეული. ამავე ქუჩაზეა განლაგებული ბეთლემის ეზო, სივრცე, რომელიც ხშირად მასპინძლობს ხელოვანებს, მცირე გამოფენებსა და კულტურულ საღამოებს. დღეს ბეთლემის ქუჩა ერთგვარი სიმბოლოა თბილისის მრავალფეროვნების, ძველი ტრადიციების და ცხოვრების ხალისის. ეს ქუჩა არა მხოლოდ ტურისტებისთვის არის განსაკუთრებული, არამედ ჩვენთვის, ქალაქის მკვიდრთათვის, ვინც მასში ვპოულობთ იმ ნამდვილი თბილისური სილამაზის ნატამალს, რაც აღარ გვხვდება ყველგან.